უკრაინაში ახლა რაღაც დაუჯერებელი მოხდა. ისტორია შეიქმნა, რადგან უკრაინული Leopard 2A6-ის ეკიპაჟმა ახლახან განახორციელა განადგურება, რომელიც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. და ეს ყველაფერი არ არის. უკრაინის სხვა ნაწილში განთავსდა შეუჩერებელი საბრძოლო მანქანა, რომელიც სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც ოდესმე უნახავს რუსეთის ძალებს. დრონის შემდეგ იგზავნებოდა მის შესაჩერებლად. ყველა მათგანმა ვერ შეძლო. ახლა რუსეთს უწევს გამკლავება უკრაინული ტანკების რევოლუციასთან, რომელიც მის ძალებს ნაწილებად შლის. დავიწყეთ Leopard 2A6-ით. აპრილს ევრომაიდან პრესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ შეძლო რეკორდული განადგურება იმ მანძილზე, რომელსაც Leopard 2A6 არ უნდა უმკლავდებოდეს. დასავლური ტანკი ნამდვილმა გამანადგურებელმა სნაიპერულმა თოქმა გადაიქცა, როდესაც შეძლო პირდაპირ დათმა მიეყენებინა რუსულ T-72B3-ზე 5.5 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 3.4 მილის მანძილზე. ეს შეუძლებელი უნდა იყოს. ტანკები ასეთი ტიპის შეტაკების მანძილზე არ არის შექმნილი, მაგრამ უკრაინის თქმით, მათ შეძლეს განეხორციელებინათ ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ტანკიდან ტანკზე დარტყმა ისტორიაში. საშუალება არ არის, რომ ეს კითხვა არ დავსვათ. როგორ? საოცარი სიზუსტის კომბინაცია, ისეთი დონეზე, რომ Leopard-ის ჭურვი ასეთ აბსურდულ მანძილზე რუსული T-72-ის მოწყვად ნაწილს უნდა მოხვედროდა და ძლიერი ცეცხლის კონტროლი მტრულ პირობებში იქნებოდა მთავარი ფაქტორები. ასევე არსებობს ბევრი უცნობი ამ ანგარიშთან დაკავშირებით და Army Recognition აღნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით რა პირობებში განხორციელდა ეს განადგურება. რაც ვიცით ისაა, რომ Leopard 2A6 ასეთი რაღაცისთვის არ არის შექმნილი. Rheinmetall-ის 120 მმიანი L-55 გლულულიანი ქვემეხი, რომელიც ტანკშია ჩაშენებული, ნამდვილად შთამბეჭდავია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის შექმნილია ლულის პირიდან გასროლის სიჩქარის გასაზრდელად და ამავე დროს შორ მანძილზე მომაკვდინებლობის შესანარჩუნებლად. კინეტიკური ენერგიის ჭურვებს შეუძლიათ მიაღწიონ 1700 მეტრზე მეტ სიჩქარეს წამში, ანუ დაახლოებით 3800 მილი საათში, როდესაც ამ ქვემეხიდან ისვრიან. ასე რომ არ არის გამორიცხული, რომ ტანკის ჭურმა 3-ზე ცოტა მეტი მილის მანძილზე იმოგზაუროს 3 მიზნემდე მისასვლელად. ყოველ შემთხვევაში საჭირო სიჩქარის თვალსაზრისით არა. კინეტიკური ჭურვი ასეთ სამიზნეს 1 წამზე ნაკლებ დროში მიაღწევს. საინტერესოა, რომ Army Recognition-ის სხვა ანგარიშის მიხედვით, DM-53-ის კინეტიკური ენერგიის ჭურს შეუძლია 5000 მეტრის მანძილზე სროლა. ეს მხოლოდ 500 მეტრით ნაკლებია უკრაინის რეკორდულ დარტყმაზე და ეს უკრაინის მტკიცებას, რომ ეს შეძლო, უფრო სარწმუნოს ხდის. თუმცა მანძილი და სიჩქარე ერთადერთი დაბრძოლება არ არის, რაც ასეთ დარტყმას შეიძლება წინააღმდეგეს. სხვა ფაქტორებიც უნდა დაემთხვას. სამიზნე უნდა იყოს ნელი ან უნძრავი. ეს კი საკმაოდ რეალურია T-72-ის შემთხვევაში. თუნდაც რუსული ტანკი მოძრაობაში ყოფილიყო, ის დაახლოებით 1 წამი, რაც DM-53-ის ჭურს მასთან მისასვლელად დასჭირდებოდა, ნიშნავს, რომ მოძრაობას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. მათ უფრო რთულია ის კოორდინაცია, რაც თავდაპირველად ასეთი დარტყმის განხორციელებისთვის იქნება საჭირო. საბოლოოდ უკრაინის Leopard 2A6-ის ეკიპაჟს ასეთი დიდი მანძილიდან რუსეთის T-72-ის დანახვა არ შეეძლებოდა. რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო ჩართული, რომ ეს დარტყმა შესაძლებელი გამხდარიყო. ის რაღაც შესაძლოა დრონები იყო. ესეთი დარტყმის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ შეძლო რუსული ტანკის პირდაპირი ფრონტალური განადგურება, გასროლამდე დიდი სამუშაო უნდა ჩატარდეს. T-72-ის სუსტი წერტილები, როგორიცაა მისი კოშკურის რგოლი, მანტლეტი და ქვედა გლაცისი, უნდა იყოს გახსნილი და მიმართული შესაბამის მიმართულებით, რათა უკრაინის Leopard 2A6 ტანკიდან ნასროლმა კინეტიკურმა ჭურმა მას დაარტყას. ეს უბრალოდ არ არის შემთხვევა, როცა რუსულ ტანკს იპოვიდა შორიდან დაარტყამ. სამიზნე უნდა დაკვირვებულიყო მანამ, სანამ ის იდეალურად არ განლაგდებოდა, რათა უკრაინას დარწმუნებით ესროლა და დაერტყა. აქ შეიძლება დრონები ჩაერთმენ საქმეში. ყველაზე სავარაუდო გზაა, რომ უკრაინამ ეს გასროლა განახორციელა სადაზვერვო დრონების დახმარებით, რომლებიც ტრიალებდნენ ცაში იმ T-72-ის ზემოთ, რომელსაც უკრაინა ამტკიცებს, რომ დაარტყა. ამ დრონების ოპერატორები აგროვებდნენ დაზვერვით ინფორმაციას რუსული ტანკის მდებარეობის შესახებ, რაც ყველაფერი უნდა გადაეცათ Leopard 2A6-ის ეკიპაჟისთვის. ამ ეკიპაჟს სულ მცირე აქვს რამდენიმე სასარგებლო საშუალება. Leopard 2A6-ის აქვს თანამედროვე ცეცხლის მართვისა და დამიზნების სისტემები, მათ შორის MS-15 სტაბილიზირებული დამიზნების მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს თერმულ გამოსახულებასა და ლაზერულ მანძილზომს, რაც საშუალებას აძლევს სამიზნის აღმოჩენას ნებისმიერ პირობებში. კიდევ ერთხელ, ესეთი დიდი მანძილი პრობლემას წარმოადგენდა, მაგრამ რადგან ეკიპაჟს სადაზვერვო დრონის ოპერატორები აწვდიდნენ მონაცემებს, შესაძლებელია, რომ ეს სამიზნის აღმოჩენის ხელსაწყოები გამოყენებულიყო გასროლის დასაზუსტებლად ისეთ მანძილზე, სადაც ეკიპაჟს თითქმის არ შეეძლო დანახვა. Leopard 2A6-ის ცეცხლის მართვის სისტემაც აქ ძალიან დაეხმარებოდა. ეს სისტემა მუდმივად ითვლის მანძილს, საბრძოლო მასალის ტიპს, გარემო პირობებს, ქარის მდგომარეობას, მანქანის სიმაღლესა და ლულას ცვეთას, რათა ეკიპაჟს ჰქონდეს პირველი გასროლით მიზანში მოხვედრის მაღალი ალბათობა 3 კილომეტრამდე მანძილზე. უკრაინა ამტკიცებს, რომ ამ მანძილს კიდევ 2.5 კილომეტრი დაამატა. ამისთვის მისი ტანკის ეკიპაჟს უნდა გაეთვალისწინებინა გასროლის სიჩქარისა და კინეტიკური ენერგიის შემცირება. შესაძლოა სწორედ დრონების ოპერატორების მიერ შეგროვებული მონაცემები იყო გადამწყვეტი იმ პრობლემების გადალახვაში, რომლებიც წარმოიქმნება ტანკის გასროლით ასეთი დიდი მანძილიდან მიზანში მოხვედრისას.
ამ ყველაფრის დიდი ნაწილი მხოლოდ ვარაუდია. თვითონ განცხადების გარდა უკრაინას არ აუხსნია, როგორ მოახერხა მისმა Leopard 2 E6-მა ეს გასროლა, რაც მიგვიყვანს მთავარ შენიშვნამდე. ამ ვიდეოს შექმნის მომენტისთვის არ არსებობს სენსორების მონაცემები ან გამოსახულებები, რომლებიც დაადასტურებს უკრაინის ამ რეკორდული გასროლის შესახებ განცხადებას. ეს არ ნიშნავს, რომ მონაცემები არ არსებობს. შესაძლებელია უკრაინამ მართლაც მოახერხა ეს და უბრალოდ არ ასაჯაროებს მას, რათა არ გაამჟღავნოს, როგორ შეძლო ეს რეკორდული განადგურება. მაგრამ სანამ ეს ინფორმაცია არ იქნება მოწოდებული, ჩვენ მხოლოდ ვივარაუდებთ, თუ როგორ შეძლო უკრაინამ ეს შეუძლებელი განადგურება. ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რას ნიშნავს ეს და რუსეთისთვის რეალური პრობლემა ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იუწყება შორ-მანძილზე დარტყმაზე თავისი Leopard 2 A6 ტანკით, ის აქტიურად გადააკეთებს თავის ძველ Leopard 1 A5 ტანკებს, დროებით არტილერიად, რომელსაც შეუძლია კიდევ უფრო შორ-მანძილზე, 5.5 კილომეტრზე უფრო შორ-მანძილზეც გაანადგუროს სამიზნეები, როგორც ამ რეკორდული დარტყმითი ონაჩვენები. 7 აპრილს Defense Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა თავის Leopard 1 A5-დან ნაცგან ნაწილს გადააქცევს თვითმავალი ჰაუბიცებად, რომლებსაც 12 კილომეტრის, ანუ 7.45 მილის სიშორე ექნებათ. გამოცემა ამატებს, რომ ახალი ლულების გამოყენებით ეს ოყენებით ეს სიშორე შეიძლება გაიზარდოს 18 კილომეტრამდე, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 11 მილი. ეს სერიოზული პრობლემაა რუსეთისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული წარმოების ტანკებს ისეთი სიზუსტე აქვთ, რომ 3-4 გასროლაში ანადგურებენ სამიზნეებს, მაშინ, როცა რუსეთის საბჭოთა პერიოდის ანალოგებს ამისთვის 7 გასროლა სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ უკრაინა იყენებს თავის ტანკებს იმაზე მეტი მიზნებისთვის, ვიდრე თავდაპირველად იყო განკუთვნილი. Leopard 2 A6-მა არ უნდა მოახერხოს პირდაპირ დარტყმები მტრის ტანკებზე 5.5 კილომეტრის მანძილიდან. Leopard 1 A5 თავისი სტანდარტული 105 მმ-იანი L7 ქვემეხით არ იყო შექმნილი იმ ტიპის არაპირდაპირი ცეცხლისთვის, რისთვისაც ახლა უკრაინა იყენებს ამ ტანკს. გამთრიახობა დიდი ხანია უკრაინის მთავარი იარაღია რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში. ქვეყანას შეუძლია აღმოაჩინოს დასავლური აღჭურვილობის ძლიერი მხარეები, რომელსაც იღებს, ისეთი, რაზეც თავად ამ აღჭურვილობის მწარმოებლებსაც კი არ უფიქრიათ. უკრაინა შესაძლოა დასავლელი პარტნიორების დახმარებასაც იღებდეს, რადგან ცდილობს თავისი Leopard-ის ტანკები არაპირდაპირი ცეცხლის იარაღებად გადააქციოს. 19 მარტს TCH-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიამ მიაწოდა Leopard 1 A5B ტანკების პარტია, რომლის შესახებაც მან ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილში გამოაცხადა. ამ ტანკებს აქვთ კოკერელის 3105 კოშკურა, რომელიც აღჭურვილია კოკერელის HP ქვემეხით, რომელსაც შეუძლია ეფექტური არაპირდაპირი ცეცხლის წარმოება დაფარული პოზიციიდან. შეიძლება ეს ტანკები იგივე Leopard-ები იყოს, რომელთა შესახებაც Defense Express ამბობს, რომ უკრაინა ამჟამად იმპროვიზებულ არტილერიად იყენებს. ეს შესაძლებელია. რუსეთისთვის ეს ყველაფერი კარგი ამბავი არ არის. თუ უკრაინა მიაღწია იმ დონეს, რომ შეუძლია ტანკების განადგურება სხვა ტანკებით იმ მანძილზე, რომელზეც ახლა საუბრობენ, რუსეთს პრობლემა აქვს. მისი საკუთარი ტანკები უკრაინაში განსაკუთრებით წარმატებულები არ ყოფილა. ანტიტანკური იარაღის, ნაღმებისა და დრონების კომბინაციამ გამოიწვია ის, რომ 10 აპრილის მდგომარეობით რუსეთმა დაკარგა 11848 ტანკი. რუსეთს ასჭირდება, რომ უკრაინა მისწავლოს, როგორ დაამატოს ტანკები იმ იარაღების არსენალს, რომელსაც რუსეთის ჯავშან ტექნიკის გასანადგურებლად იყენებს. საბოლოო ჯამში რუსეთი არც ისე კარგად ახერხებს დაკარგული ტანკების ჩანაცვლებას. თებერვალში Forbes-ისთვის მომზადებულ ანგარიშში დევიდ ჰემბლინგმა გაამხილა, რომ რუსეთის მტკიცებით მან დააჩქარა თავისი თითქოს და მსოფლიო დონის T-90M ტანკების წარმოება და წლიურად 250 საწარმოებს. საწესი მათემატიკური გამოთვლაც კი გვიჩვენებს, რომ ასეთი წარმოების ტემპი ვერაფერს შეცვლის იმ დანაკარგებთან შედარებით, რომლებიც წლიურად თითქმის 3000-მდე აღწევს. მაგრამ თუ ამას დავამატებთ იმ ფაქტს, რომ UVZ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტანკების მწარმოებელია, შესაძლოა ცრუობს მონაცემებზე და რეალურად წელიწადში 100-ზე ნაკლებ ტანკს აწარმოებს, რუსეთი კიდევ უფრო დიდ პრობლემას აწყდება. უკრაინა ამბობს, რომ შეუძლია ტანკებს სხვა ტანკებით დაადგას. რუსეთი არ იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩაანაცვლოს T-სერიის ჯავშან ტექნიკა, რომელსაც უკრაინა გავრცელებული ინფორმაციით ისეთ დიდ მანძილზე ურტყამს, რომ ამ ჯავშანსაც კი შეუძლია დაინახოს რა მოდის მისკენ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთისთვის სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. უკრაინაში კიდევ ერთი რამ მოხდა, რამაც პუტინის ძალების სულიად მოულოდნელად დაადგა თავს და ეს ეხმარება უკრაინას, რომ თავის ტანკები იმპროვიზებულ არტილერიად გადააქციოს. უკრაინის ტანკები თავდაცვით გიგანტებად იქცევა და ახლა აგიხსნით, როგორ ხდება ეს. მაგრამ სანამ ამას გავაკეთეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა საუკეთესო დროა დააჭიროთ ღილაკს, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგჩეთ. სწრაფი კითხვა. რას უდრის ერთი ტანკი 52 დრონის წინააღმდეგ? თუ თქვით ერთი განადგურებული ტანკი, თითქმის ომის ნებისმიერ სხვა მომენტში მართალი იქნებოდით. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ტანკები ომის ფონზე გადაინაცვლეს, არის ის, რომ დრონებმა მათ მწყობრიდან გამოყვანაში საოცარი ეფექტიანობა აჩვენეს. თუმცა უკრაინამ კიდევ ერთხელ შეცვალა თამაში. ეხლა ამ კითხვაზე პასუხია 52 განადგურებული დრონი და ერთი ტანკი, ისევ ისვრის. და გამოიცანით, რა ტიპის ტანკმა გადაურჩა 52 დრონის შეტევას. ეს არის Leopard.
6 აპრილს United 44 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დრონის ოპერატორების მიერ უკრაინის ერთ-ერთ Leopard 1-5 ტანკზე მთელი დღის განმავლობაში განხორციელებულ შენხორშეტევამ სრული მარცხი განიცადა. ტანკი, რომელიც აღჭურვილი იყო ანტიდრონული დაცვით, მათ შორის გალიებით, ხის პალეტებით, მოხერხებულად განთავსებული ბადეებითა და ჯავშნის დამატებითი ფენებით, გაუძლო FPV და Molniya ტიპის დრონების შეტევას და განაგრძო ცეცხლის მხარდაჭერა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის. ტანკი, რომელსაც მართავს უკრაინის მეხუთე ცალკეული მძიმე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც აკონტროლებს უკრაინისთვის ევროპელი მხარდამჭერების მიერ მიწოდებულ რამდენიმე Leopard-ის ტანკს, ასევე აღჭურვილი იყო გახსნილი ფოლადის კაბელებით, რომლებიც ცნობილია როგორც სღარბის თავდაცვის სისტემა და დამონტაჟებული იყო ტანკის გვერდებზე. ეს კაბელები ჭკვიანურადაა მოწყობილი, რადგან მათ შეუძლიათ დრონის პროპელერების დამტვრევა მანამდე, სანამ დრონი საბოლოო სამიზნეს მიაღწევს. დრონი მაინც ფეთქდება, მაგრამ ამას აკეთებს ისე, რომ თავად ტანკს არ ეხება, რაც აძლევს ჯავშანს საშუალებას გადარჩეს და კიდევ ერთი დღე იბრძოლოს და ისროლოს. უკრაინის მოდიფიცირებულმა Leopard-ის ტანკმა იმდენ ხანს გაუძლო ცეცხლს, რომ ოპერატორებს, რომელთა გამოყვანასაც რუსეთი ცდილობდა, შესაძლებლობა მისცა დაფარულად დარჩენილიყვნენ. ერთი მინუსი აქ ის არის, რომ უკრაინის დრონების გამანადგურებელი Leopard-ის ტანკი არ მოძრაობდა. მაგრამ ესეც კი ისეთი დიდი პრობლემა არ არის, როგორც შეიძლება გეგონათ. გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ უკრაინა თავის ბევრ Leopard 1A5 ტანკს თვითნაკეთ საარტილერიო დანადგარებად გადააქცევს. მოძრაობა აქ პრიორიტეტი არ არის. თავარი მიზანია ტანკი დამალულ პოზიციაში მოათავსონ, რომ მან რამდენჯერმე შეძლოს რუსულ პოზიციებზე სროლა. როდესაც ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია Leopard-ით, რომელიც ასევე აღჭურვილია იმდენი თავდაცვითი საშუალებით, რომ რუსეთს მისი დრონებით განადგურება არ შეუძლია, შედეგი დამანგრეველია. რუსეთის პოზიციები ტანკის ცეცხლით ნადგურდება. უკრაინა ინარჩუნებს თავის Leopard-ის ტანკს და მას სხვა პოზიციაზე გადაიყვანს, როგორც კი რუსეთის თავდაცვა დაინგრევა. რუსეთს ეს ყველაფერი არ წარმოედგინა. თუ უკრაინის თავდაცვაზე საკუთარი ტანკების 4-წლიანი განადგურების შემდეგ პუტინის ძალებს რამე ასწავლა, ეს ისაა, რომ ტანკები აღარ არის ის ომის შემტრიალებელი იარაღი, რაც ადრე იყო. თუმცა უკრაინა მაინც პოულობს სულ უფრო გენიალურ გზებს იმ ტექნოლოგიის გამოსატენებლად, რომლის მოძველებასაც თითქოს თავადვე ემუქრება. ტანკებს აღარ იყენებენ ისე, როგორც ტანკები უნდა გამოიყენა. ისინი გადაიქცნენ შორ მანძილზე მოქმედ სნაიპერ მკვლელებად, артილერიად, რომელსაც შეუძლია მტრის პოზიციებზე გამანადგურებელი ცეცხლი მიაგენოს, თავდაცვით გიგანტებად, რომლებიც აიძულებენ რუსეთს დრონების მარაგი ამოწუროს, სანამ თვითონ ერთი ნაკაწრის გარეშეც კი გამოვლე. ტანკების თამაში შეიცვალა და უკრაინა ცდილობს ეს ცვლილება რამდენიმე გზით დაამკვიდროს. დაუბრუნდეთ იმას, რასაც უკრაინა ამტკიცებს, რომ მიაღწია თავის Leopard 2A6 ტანკით. თუ 5.5 კილომეტრიანი დარტმა დადასტურდება, ეს გვაჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია ის, რაც ადრე მისი ტექნიკის შესაძლებლობების უკიდურეს ხვარად მიიჩნეოდა, სრულიად ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს. ესეთი შორმანძილზე განადგურებები ალბათ ომის მსვლელობას მნიშვნელოვნად არ შეცვლის. დრონები კვლავაც იქნება მთავარი ტანკების გამანადგურებელი, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს. მიუხედავად ამისა, უკრაინისთვის ნამდვილად სასარგებლოა, რომ Leopard-ის ტანკებს შეუძლიათ რუსული ჯავშან ტექნიკის სუსტად განადგურება, ასეთ დიდ მანძილზე და ასეთი სიზუსტით. ეს ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური გახდა უკრაინა ბრძოლის ველის ცალკეულ მონაკვეთებზე მონაცემების გაზიარების ქსელების შექმნაში. თუ ჩვენი ანალიზი სწორია და დრონები მართლაც იყო გამოყენებული, მაშინ უკრაინის რეკორდული ტანკის განადგურება უფრო მეტყველებს იმაზე, რამდენად ეფექტური გახდა უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე რეალურ დროში მონაცემების შეგროვება. თავად განადგურება გამორჩეული იყო. ეს შეიძლება მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა იყოს. მაგრამ უკრაინის ძალების შიგნით კომუნიკაციის უნარის მუდმივი გაუმჯობესების შედეგები არის ნამდვილი პრობლემა რუსეთისთვის. განსაკუთრებით ახლა, როცა პუტინის ძალები კომუნიკაციის პრობლემებს აწყებიან, Starlink-ის დაკარგვისა და თავად პუტინის მიერ Telegram-ის მესენჯერზე დაწესებული შეზღუდვების გამობის გამო. რუსეთის ტანკებთან დაკავშირებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს უკრაინის ეფექტური ჯავშან ტექნიკის გამოჩენა და ის თუ როგორ იყენებს უკრაინა ამ ტანკებს. წლების განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის მიერ აგებული ეგრეთ წოდებული Q ტანკები დაცინვის ობიექტი იყო. ხშირად აკრიტიკებდნენ მათ ზედმეტად მსუბუქი Coca-Cola-ის კალიების გამო, რომლებიც ვერ აჩერებდნენ დრონებისა და ანტიტანკური რაკეტების დარტყმებს. ეს Q ტანკები აღიქმებოდა როგორც მოუქნელი გიგანტები, რომლებიც უმეტესად განადგურდებოდა მანამ სანამ პოზიციაზე მივიდოდნენ, რადგან დამატებითი ჯავშანი მათ ძალიან ნელებს ხდიდა იმ იარაღის თავიდან ასაცილებლად, რომისგანაც ეს ჯავშანი უნდა დაეცვა. უკრაინა მთლიანად შეცვალა ეს კრიტიკა, ისეთი მარტივი გადაწყვეტით, რომ გვიგვეს, აქამდე რატომ არავინ მოიფიქრა. თუ Q ტანკები კარგად ვერ მოძრაობენ, მაშინ საერთოდ ნუ ამოძრავებ მათ. ამის ნაცვლად დაფარე ეს ტანკები ანტიდრონული დაცვით და დარწმუნდი, რომ კოშკურებს მაინც შეუძლიათ საკმარისად დატრიალება, რათა ტანკებმა შორიდანაც შეძლონ სამიზნეების განადგურება. ეს ნახეთ Leopard 1A5-ზე, რომელმაც 52 დრონის შეტევა გაუძლო. უკრაინა ასევე გარდა ქმნის თავის MRTA-1 აბრამსის ტანკებს განზრახნელა მოძრავ თავდაცვით მოსძრებად. აბრამსის ეკიპაჟები კვლავ ინარჩუნებენ კონტროლს თავიანთ კოშკებზე, მიუხედავად იმისა, რომ ტანკებზე მძიმე დაცვაა დამონტაჟებული. ეს მათ საშუალებას აძლევს ნელა გადაადგილდნენ და შეუტიონ რუსულ პოზიციებს, რაც დამატებით ნახევრად მოძრავი თვითნაბადი საარტილერიო ცეცხლის ელემენტს ამატებს იმ სტატიკურ შორ მანძილზე სროლას, რომელსაც ახლა უკრაინის მოდიფიცირებული Leopard 1A5-ები უზრუნველყოფენ.
უკრაინამ მოიფიქრა რამდენიმე ახალი გზა, თუ როგორ გამოიყენოს ეს ტანკები თანამედროვე ომში, სადაც ტანკები თითქმის უმნიშვნელოდ გამოიყურებიან. და ეს მხოლოდ შორ მანძილზე სროლებითა და ჭკვიანური მოდიფიკაციებით არ შემოიფარგლება. 2 აპრილის ანგარიში Business Insider-მა გაამჟღავნა, რომ უკრაინამ ასევე გააუმჯობესა ტანკის ეკიპაჟის მომზადება, განსაკუთრებით იმ ეკიპაჟებისთვის, რომლებიც ქვეყნის Leopard 2A4-ის საბრძოლო ტანკებს მართავენ. უკრაინა ახლა იტენებს შერეული რეალობის სათვალეებს მომზადების პროცესში, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ ახალბედა ტანკის ოპერატორები გადაამზადოს ისე, რომ მათ არც კი მოუწიოთ იმ ტანკებში შესვლა, რომელსაც გამოიყენებენ. მომზადება შეიძლება ჩატარდეს მაშინაც კი, როცა ოპერატორის სკამზე ზის და აცვია ვირტუალური რეალობის სათვალე. უკრაინას ახლა ამ მიზნით 29 ვირტუალური რეალობის სისტემა აქვს, რომელთაგან ყველა ნორვეგიულმა კომპანიამ Find Reality მიაწოდა 8.45 მილიონი დოლარის შეთანხმების ფარგლებში. ეს შეიძლება ბევრ ფულად მოგეჩვენოთ, თუმცა უკრაინა ამ თანხას ბევრად მეტით იბრუნებს. შერეული რეალობის ტრენინგი ნიშნავს, რომ უკრაინის ოპერატორებს არ უწევთ ნამდვილი საბრძოლო მასალის გამოყენება იმისთვის, რომ ისწავლონ ტანკის ჭურვების სროლა. ასევე მათ არ უწევთ ტანკების ტარება, რაც ამცირებს უკრაინის ჯავშან ტექნიკის ცვეთას და შესაბამისად ამცირებს მოვლის ხარჯებს. ამ მიდგომის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ უკრაინას შეუძლია ტანკები დამალული ჰყავდეს მანამ, სანამ ისინი მისიებისთვის არ დასჭირდება. ტანკი, რომელიც სწავლებისთვის გამოიყენება, სამიზნე ხდება. შერეული რეალობის სწავლებით კი უკრაინა უზრუნველყოფს, რომ ეს სამიზნეები გაქრეს. უკრაინაში ახლახან ისტორია დაიწერა. Leopard 2A6-ის ეკიპაჟმა ახლახან ისეთი განადგურება მოახერხა, რაც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რუსეთის ტანკების გამოწვევა უკრაინაში ბევრად უფრო სირმისეულია, ვიდრე ერთჯერადი განადგურება. უკრაინის საბრძოლო ველზე კოორდინაცია უმჯობესდება იმ დროს, როცა რუსეთის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ინგრევა. ახალი ტექნიკებისა და წვრთნის მეთოდების გამოყენებით, უკრაინა თავის ტანკებს სასიკვდილო იარაღად აქცევს და დასალური იარაღის გამოყენებაში ისეთ გამჭრიახობას აჩვენებს, რასაც არავინ ელოდა. უკრაინა 4 წელი გაატარა იმის ჩვენებაში, რომ ის ოსტატურად იყენებს იმას, რაც აქვს. და ეს მხოლოდ ტანკებს არ ეხება. აშშ-სა და საბერძნეთის დახმარებით, უკრაინამ ახლახან მიიღო ცივი ომის დროინდელი საარტილერიო იარაღი, რომელიც უფრო ძლიერად უდღამს, ვიდრე მის არსენალში არსებული ნებისმიერი სხვა იარაღი. როგორ გამოიყენებს უკრაინა ამ საარტილერიო იარაღს? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს ვიდეოში გაიგებთ. თოში გაიგებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი რეპ უკრაინის უახლესი მიღწების შესახებ რუსეთთან ომში. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.